სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესი ოჯახის წევრებისთვის გაიხსნა შუამდგომლობის წინააღმდეგი იყო პროკურატურა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნია. გაგახსენებთ, სხდომა 5 მარტს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ დახურა, როცა ბრალდებულების სიტყვით გამოდიოდნენ და დამსწრეები ტაშით ხვდებოდნენ. მოსამართლის აზრით ამგვარი ქმედებით წესრიგი ირღვეოდა. რა ხდება 11 პირის პროცესზე ამ წუთებში? გიორგი კუჟინაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. გიორგი, გისმენთ. ამ წუთებში მხარეები შესავალ სიტყვებს ამბობენ მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა იქამდე სანამ როგორც პროკურატურა, ასევე დაცვის მხარე ისარგებლებდა შესავალი სიტყვით, მანამდე ანდრო ჭიჭინაძემ მიმართა სასამართლოს და დამსწრე საზოგადოებას. ჭიჭინაძე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას და თქვა, რომ პრემიერად წოდებულმა კობახიძემ ერთი კვირის წინ განაცხადა და პირდაპირ დაადო ხელი სინდისის პატიმრებს, რომ ისინი არიან დამნაშავეები, რითაც დაარღვია ეგრეთ წოდებულმა პრემიერ-მინისტრმა უდანაშაულობის პრეზუმპცია. შესაბამისად, ანდრო ჭიჭინაძის თქმით, მან უკვე მიუსაჯა დაკავებულ პირებს. რაც შეეხება კიდევ ერთ განცხადებას, რომელიც ანდრო ჭიჭინაძემ გააკეთა, ეს შეეხებოდა მზია ამაღლობელი საქმეს და თქვა, რომ როდესაც ადამიანს შეუძლია პატიმარ ქალს ცილისწამებით შეეხოს, ეს არაკაცობა. ანდრო ჭიჭინაძის სიტყვის შემდეგ უკვე ონისე ცხადაძემ მიმართა დამსწრე საზოგადოებას და მოუწოდა, რომ სასამართლოს ხდომაზე წესრიგი დაიცვას, რადგანაც მოსამართლემ არ მიიღო შემდგომში კიდევ მძიმე გადაწყვეტილება სასამართლო პროცესის ნაწილობრივ დახურვასთან დაკავშირებით. სასამართლო პროცესი ასევე რეზო კიკნაძის ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რომ მას მისცემოდა შესაძლებლობა შემდგომ სასამართლო პროცესებს დასწრებოდა. მოგეხსენებათ, წინა მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ რეზო კიკნაძე გააძევა სასამართლოს ხდომათა დარბაზიდან და მას არ ეძლეოდა შესაძლებლობა, რომ მიიღო მონაწილეობა პროცესებში და მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა აღნიშნული შუამდგომლობაც დაუკმაყოფილა დაცვის მხარეს და შემდგომ სასამართლო პროცესზე უკვე რეზო კიკნაძეს ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს მონაწილეობა. განცხადება მინდა გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რომ უშუალოდ ჩვენ საქმეზე ჩემი აზრით და ეხლა რასაც ვიტყვი, ეს არის მხოლოდ ჩემი აზრი და არა საერთო აზრი, ხორციელდება პირდაპირი ზემოქმედება და ზეწოლა. ეხლა რაც გულისხმობ, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველას გვინდა, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობდეთ. და ვინმეს რამე პასუხისმგებლობა თუ აქვს, უნდა გადაწყვეტოს, ვინმეს რაღაც რამე პასუხისმგებლობა თუ ეკისრება, უნდა გადაწყვეტოს სასამართლო. მე მგონი ამ ყველაფერზე დავხსოვთ. ეხლა რატომ ვიძახი ამ ყველაფერს? დაახლოებით ერთი კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ დაგვადანაშაულა ჩვენ იმაში, რასაც პროკურატურა გვედავება, ანუ პირდაპირ განაცხადა, რომ ჩვენ უკვე დამნაშავეები ვართ, პეტის დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმპცია, წინასწარ მოგვისაჯა და მე დაიწყო ლაპარაკი რაღაც ჰუმანურობაზე. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მე არავის ჰუმანურობა არ მჭირდება და თუ რამ პასუხისმგებლობა არის საჭირო და ამეკისროს, ეს უნდა გადაწყვეტოს სასამართლომ. ესეთი. მეორე. როცა ადამიანს შეუძლია, რომ ქალს, პატიმარ ქალს ცილისწამებით და ტყუილით შეეხოს და როცა შეუძლია, რომ პატიმრის ოჯახზე ილაპარაკოს ისე, როგორც ილაპარაკეს, ეს არის არაკაცობა და მეტი არაფერი. დავამატებ კიდევ რამეს ვიტყვი და დავამთავრებ ძალიან მარტივ. მე აბსოლუტურად ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ, რასაც ვამბობ და რასაც ვაკეთებ და არავითარი ჰუმანურობა არ მჭირდება კიდევ ერთხელ ვიმეორებ. და კიდევ ერთი რამე. ეს უკვე სხვებს ეხებათ და მიუხედავად მიხვდება. სანამ რაღაცას დააპირებთ და ცდით, უნდა იცოდეთ ვისთან ცდილობთ და ვისთან პირდავთ. დიდი მადლობა. პირველი გარემოება, რის გამოც ბატონი რევას კიკნაძე იქნა გაძევებული, იყო ის, რომ სხდომის დარბაზი იყო დახურული. მან თქვა ესეთი რაღაც, რომ დედაჩემს და მამაჩემს თუ ვერ ვნახავ, მაშინ მირჩენიო დავტოვო სხდომის დარბაზი. ამ სხდომის დარბაზში ახლა რევას კიკნაძის მშობლები, ბებია იმყოფებიან, მართავად რევას კიკნაძე არ იმყოფება. აი იქით
კიდეში 3 ადამიანს ხედავთ წინა რიგში. ეს ადამიანები არიან რევაზ კიკნაძის ოჯახის წევრები და აი ამ ადამიანებისთვის მაინც უნდა მოიყვანოთ რევაზ კიკნაძე, რომ შეძლონ და მე ვფიქრობ, რომ თქვენ ამის სამართლებრივი შესაძლებლობაც გაქვთ და ადამიანური რესურსიც. მე დაწესებულებები და წარმოდგენილი აუქმის, სადაც ის უარსაც ხადებს ცნობებს ხომაზე გამოცხადებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბრალდებული გამოცხადება თუ არ გამოცხადება. შემდეგ ცნობებზე ეს უკვე მისი არ გამოცხადების მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ და მაღალი ალბათობით ვფიქრობდა, რომ არ დაუშვებდა სასამართლო მას პროცესის შემდეგ პროცესებზე რა თქმა უნდა გამოცხადდა. რაც შეეხება სხდომის გახსნის საკითხს, როგორც მოგეხსენებათ, ამ საქმის წინა მოსამართლე მირაკლი შვანგირაძე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სხდომა დაეხურა და სასამართლო პროცესებზე აღარ უშვებდნენ პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს, მშობლებს. თუმცა დღეს სასამართლო პროცესზე დააყენეს ადვოკატებმა შრომდგომობა, რომ სხდომა გახსნილიყო ოჯახის წევრებისთვის და ეს ყოფილიყო სრულიად საჯარო და ნებისმიერ ადამიანს შექონოდა შესაძლებლობა, რომ სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესს დასწრებოდნენ. გარკვეული მიზეზები გამო და მათ ისაუბრეს ამ მიზეზებთან დაკავშირებითაც. იმის მიუხედავად, რომ პროკურორები ეწინააღმდეგებოდნენ სხდომის გახსნას, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა შეცვალა წინა მოსამართლის გადაწყვეტილება და სხდომა გაიხსნა უკვე პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებისთვისაც და ისინი უკვე ესწრებიან ამ სასამართლო პროცესს. ყველაფერი რასაც მოსამართლისგან შეფასება მოყარო წესრიგი იყო და აპლოდისმენტები და ოვაციები იყო ჩვენი სამოქალაქო პოზიციების დაფიქსირების და ზოგადი განცხადებების გამო. რაც ვფიქრობ, ჩვენ უკვე თქვით ჩვენი სათქმელი და ამიერიდან მხოლოდ საქმეზე მოგვიწევს საუბარი და შესაბამისად ეს ვეღარ გამეორდება. თუმცა ასეც რომ იყოს, მე ვიღებ პირადად ჩემ თავზე პასუხისმგებლობას, მე ან რომელიმე ჩვენგანი ადგება და თხოვს საზოგადოებას, რომ იგივე არ განმეორდეს და ესენი ამას გაითვალისწინებენ დარწმუნებული ვარ. შესაბამისად თქვენ გექნებათ ხო საერთო პოზიცია რა ეს და შესაბამისად თქვენ გექნებათ მინიმუმ ის საშუალება, რომ კონკრეტულად თუ ვინმე დაარღვევს ეს ფიქსის გაძევება და მაქსიმუმ საერთოდ არავის გაძევება არ მოგიწევთ. ამიტომ პირველ რიგში მე მექნება თხოვნა, რომ იქნებ დავასწროთ ჩვენი ოჯახის წევრები და მეგობრები ამ სხდომას. ეს არის ჩვენი ის მინიმალური შესაძლებლობა, სადაც შეგვიძლია ეს ადამიანები უბრალოდ დავინახოთ. მხოლოდ ის, რომ განაჩენის გამოცხადებისას დაესწრებიან, ეს არ არის საკმარისი, რადგანაც ეს სამართლის საპროცესო კანონმდებლობა პირდაპირ დაკავშირებულია, რომ საჯარო იყოს აღნიშნული სხდომა. ამასთან ერთად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. თქვენ სხდომა უნდა დაგეწყოთ გახსნილ მდგომარეობაში. იმიტომ რომ თქვენ არ უნდა ყოფილიყავთ შეზღუდული წინა სასამართლო სხდომის მიერ წესრიგის დარღვევის თვალსაზრისით მიღებული გადაწყვეტილების გამო და პრაქტიკა ასე არის საკალათო სასამართლოში. მოდიოდა აგრესია დამსა საზოგადოების მხრიდან სასამართლო სხდომის მონაწილეების მიმართ, მათ შორის იყო მუქარად შეუწყობილი სიტყვებით, რეპლიკებით და სწორედ აღნიშნული შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ სხდომა ნაცნობრივ დახურულიყო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს სასამართლო განხილვა და არ უნდა დაკმაყოფილდეს დაცვის ხარისხის შუამდგომლობა. ვერ ხვდები პროკურორის მსგავსი პოზიცია, რას ემსახურება, რა შეუშლის ხელს პროკურორს სხდომის მიმდინარეობისას, აქ დარბაზი იჯდება თუ არ იჯდება. აი პროკურორისთვის რანაირად არის ეს ხელშემშლელი? შუამდგომლობა საფუძველია და დღევანდელი მოცემულობთან შუამდგომლობა დააკმაყოფილებს სასამართლო მისცემს განსაკუთრებს შემოსვლის საშუალებას და დასწრების საშუალებას. ამასთან რა თქმა უნდა შემოსვლის შემდეგ განმარტებასაც გააკეთებს სროლების წარმართასთან დაკავშირებით აცოციაციის შესაძლებლობას გამოაცხადებს ვინც მოასწრებს შემოსვლას. ამ წუთებში სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესი გრძელდება შესავალის სიტყვებით. პროკურორმა უკვე წარმოთქვა შესავალი სიტყვა და ისაუბრა სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ არაერთი მტკიცებულება მიუთითებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულები ჩადიოდნენ დანაშაულს. თუმცა ადვოკატები ყურადღებას ამახვილებენ სწორედ მტკიცებულებების ნაწილზე და აცხადებენ, რომ პროკურატურას არ აქვს ამ დრომდე წარმოდგენილი საქმეში უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც
დასტურდებოდა ერთი ბრალდებულის დანაშაული მაინც. ახლა როგორც უკვე გითხარით, შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ, ოჯახის წევრებიც ესწრებიან ამ სასამართლოს ხდომას, თუმცა შესვლამდე მათ ჩვენთან გააკეთეს განცხადება და მიაჩნიათ, რომ სასამართლო პროცესები, რომელიც მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ეს არის ფორმალობა და რეალურად განაჩენი უკვე ქართული ოცნების ოფისში გამოტანილი აქვს ოლიგარქ ივანიშვილს.